მოგესალმებით. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3051 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაიერების დარიგება. ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად და სრულფასოვნად შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზება, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ, სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი. საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს თავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე voters.cc.gov.g სწრაფი გადახდის აპარატის და მობილური აპლიკაციის გამოყენებით. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. ამომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას გაცემული მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობითაც. ამათგან შეგახსენებთ ინფორმაციას გადასატანის საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურასთან დაკავშირებით. ამომრჩეველმა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, გადასატანის საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მან ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. ადაპტირებული მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ განახლებული ინფორმაცია განთავსებულია CESCO-ს ვებგვერდზე ბანერში საარჩევნო რუკა. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ. მადლობა.